რეალურად ყოველდღიური ურთიერთობა, ანუ ფაქტობრივად აი სამინისტრო იყო USAID-ის ფილიალივით თუ USAID იყო სამინისტროს დამხმარე სტრუქტურა, ეს ყოველდღურად ყველაფერი ერთად ხდებოდა, იმიტომ რომ თქვათ ჩვენ რო რაღაცა გაგვიჭირდებოდა, ხო? ან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისთვის უნდა გვეთქვა, ხშირად პრეტენზიებით მიწევდა მისვლა, თქვათ, ახლა პირდაპირ ვთქვათ, და მე იმათ უნდა გზები მოეძებნათ, რომ ვისთვის ეთქვათ სამინისტროში და აი სულ ესეთი ის იყო ურთიერთობა. ფორუმები ერთობლივი იყო, მიღწევებზე რო ლაპარაკობდნენ, ანუ ეს ადამიანები ერთად გამოდიოდნენ სცენაზე, ერთად იდნენ იმ ფორუმების დროს და კადრებს რაც შეეხება ახლა მე მინახავს, ანუ ის ადამიანები, ვინც სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში მუშაობდნენ, თქვათ, წინა პერიოდში მე ვიცი, რომ ჩვეულებრივად სამინისტროს ზოგი მინისტრიც იყო, ზოგი მოადგილე იყო. აი ახლა დღევანდელი ახალი ამბები გავიგე, რომ პირიქით ის კადრები, ვინც იქ მუშაობდნენ, დღეს მუშაობენ სამინისტროს წამყვან პოზიციებზე. იმიტომ რომ რეალურად გამოცდილება, ცოდნა, ურთიერთობა ამ ადამიანებს აქვთ, იმიტომ რომ ამათ ჰქონდათ ის ფინანსური მხარდაჭერა, რომ უცხოეთის გამოცდილებები წამოიღოთ, ვინაც რეალიზაციაში რაღაც ქნან, ანუ ეგ არ მიკვირს ახლა რომ წაიყვანენ, იმიტომ რომ ეს გამოცდილება ამ ადამიანებს აქვთ. უბრალოდ სრულიად ალოგიკურია, რომ შენ თანამშრომლებს, ვისთან ერთადაც ზუსტად იცი რას აკეთებდი, დღეს ახლა რაღაცა შპიონაჟის მონაწილე დაარქვა. ანუ ეგ უნამუსობა ელემენტარულად. მეტი მე სიტყვა არა მაქვს. ლოგიკა მანდ ვერ მოვძებნი, მაგრამ უნამუსობა ნამდვილად არის.